საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე. ლელო ძლიერი საქართველოსთვის რეგიონულ კამპანიას მართავს. პარტიის განცხადებით, მათი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაცია. შეხვედრებზე რეგიონების მოსახლეობასთან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე დიალოგისა და ოპოზიციის დასავლელ მეგობრებთან კოორდინაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოებია. კერძოდ ხელისუფლების დამფინანსებლების და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე მოძალადეების სანქცირება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან. ოპოზიციის რეგიონებში გასვლა ქართული ოცნებისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ლელო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ამ სამზადისს ამომრჩევლის დასაბნევად სხვადასხვა მიზეზით მიიღბავს. რეალურად კი რეგიონებში პარტიული შეკრებების ჩატარება, კოალიციის ახალი წევრების მობილიზება და მანამდე პარტიული დამკვირვებლების ტრენინგებზე გადასამზადებლად დაბარება ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების წინაპირობაა. არჩევნების შესახებ საუბრობენ ლელოს წევრებიც. ჩვენზე არ მოქმედებს არც ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა, არც ქართული ოცნების მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად, მაშინ როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას. ასეთია პარტიის პოზიცია. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი კი კონკრეტულ სქემაზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებაა, სადაც ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს სურს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. თვითმმართველობის არჩევნისთვის მზადებას იწყებს ქართული ოცნებაც. მართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვებენ, მანამდე კი ოცნება ყრილობას გამართავს და ზეგს სწორედ 7 მაისს გახდება ცნობილი, ვინ იქნება ქართული ოცნების თავმჯდომარე. როგორი იქნება მართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგია, როგორია ოპოზიციის მოკლე და გრძელვადიანი ხედვა, უკავშირდება თუ არა რეგიონალური კამპანია ადგილობრივ არჩევნებს. სწორედ ამის გარკვევა შევეცდებით დღეს ჩვენ სტუმრებთან. ღამის კურიერის კითხვებს ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მაჭავარიანი უპასუხებენ. დავიწყოთ ბადრი ჯაფარიძით, მოგესალმებით ბადრი. მადლობა დიდი რომ ხართ ჩვენი სტუმარი. რაღაც კარგი ხანია აღარ ყოფილხართ ჩვენთან, ახლა ვფიქრობდი. დამბადრიჟებთ ყოველთვის მოვა. კი ბატონო, მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას და მოდით აი რაზეც საუბრობდი, მინდა იმით დავიწყო. პარტიამ რეგიონული კამპანია დაიწყო, ოფიციალურად გავრცელებული განცხადების მიხედვით ეს არის, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაცია გქონდეთ, თუმცა მოისმენდით და ვახსენე კიდეც, რომ მართლმა გუნდმა ეს აღიქვა და გაკეთდა ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებები, რომ ლელო მაინც ფარულად ემზადება არჩევნებისთვის. ნახეთ თქვენი განცხადებებიც, ხო, ალბათ სწორია, თქვენ პასუხს ზუსტად მოვისმენ, რომელი არჩევნებისთვის, მაშინ ესე დავსვამ შეკითხვას და თქვენ თქვით, რომ ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რაღაც არ მოусმენთ არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენ მივიღებთ ამომრჩეველთან ერთად გადაწყვეტილებასო თვითმმართველობასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ამომრჩეველთან ერთად მიღება და რაზეა დამოკიდებული, ამით რომ დავიწყოთ, თქვენი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღებთ თუ არა თვითმმართველობაში მონაწილეობას. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით არჩევნებისთვის, ეროვნული არჩევნებისთვის, ახალი ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მშვიდობის დამყარებისთვის, ამ ქვეყნის საზოგადოების გამთლიანებისთვის, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის. ეს არის აუცილებელი სწორედ ახალი ეროვნული არჩევნები. და ამისთვის ჩვენ ვემზადებით რეგიონებში, ვემზადებით თბილისში, ვემზადებით სხვა ქალაქებში. მაგრამ როდის არის ეს? ეს რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომენტში სვარც განიხილავს. ხელისუფლება ამ წუთას დღეისათვის არ არის მზად რომ დანიშნოს, მაგრამ ცხადია რომ ის ვითარება, რომელიც ახლა შექმნილია ქვეყანაში და ქვეყნის ირგვლივ, შეუძლებელს ხდის ხელისუფლებას თავის მოკატუნება გააგრძელოს და ვითომაც ქვეყანაში კრიზისი არ არის და ამავდროულად მთლიანად იზოლირებული იყოს ქვეყანა მთელი მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, რაც დიდი პრობლემებს უქადეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს ისედაც, რომლებიც უზარმაზარ პრობლემებს ეჯახებიან ყოველდღიურად, გამოსავალი არის ერთადერთი ცივილიზებული დემოკრატიული გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ქმნის უკიდურეს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით და ქვეყანა უკვე ვეღარ გაუძლებს ამ დაძაბულობის გაგრძელებას, ამიტომ საჭიროა კრიზისის განმუხტვა. კრიზისის განმუხტვისთვის ეს ორი ნაბიჯი არის აუცილებელი. და ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით არჩევნებისთვის. თუ კი ხელისუფლება არ დანიშნავს, კიდე გეუბნებით დღევანდელი მონაცემულობით, ყოველ შემთხვევაში ისინი არც განიხილავენ ამ საკითხს, შესაძლოა ლელომ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობაში. ან ეს პლებისციტის იდეა, რომელიც უსუფაშვილისგან გაჟღერდა, არის ეს პარტიაში შეთანხმებული იდეა, ანუ ემხრობით ამას რომ ჩატარდეს თუ ეს მხოლოდ რაღაც მისი იდეა იყო? არის არა უსუფაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა, არამედ იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მე ყოველ შემთხვევაში მას უსმინე, შესაძლოა სხვა ეს იყო ერთ-ერთი
ექსპერტის ასევე გაჟღერებული იყო საზოგადოების წარმომადგენლობის მხრიდან და ამაზე გააკეთა კომენტარი დავით უსუფაშვილმა. რა თქმა უნდა, დისკუსია ყველაფერზე შეიძლება, ოღონდ ეს არ არის დათო უსუფაშვილის იდეა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენ როგორც ლელო ძლიერ საქართველოს, ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ახალი არჩევნების ეროვნული არჩევნების ჩატარებაზე. ნებისმიერი მსჯელობა ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ დამნეულებას იწვევს და რა თქმა უნდა, ემსახურება ფოკუსის გადატანას თავარი პრობლემის გადაჭრისგან. თავარი პრობლემა არის პოლიტიკური კრიზისი. ამ სიღრმეს პოლიტიკურ კრიზისს, ამ დაზაბულობას განმუხტავს მხოლოდ ეროვნული არჩევნები. და ამავდროულად ეს არის რას გააკეთებს ოპოზიცია. მხოლოდ ამიტომ გეკითხებით, გასაგებია, მაგრამ თქვათ არ დაინიშნა, ისევ იქ მივდივარ, შესაძლოა განიხილოს ლელო ამ არჩევნებში მონაწილეობა თუ გამორიცხულია თუ კი არ არის საპარლამენტოც. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საჭირო არის ახალი ეროვნული არჩევნები. ეს არის დემოკრატიული გზა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. ეს არის მიღებული დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როდესაც არის პოლიტიკური კრიზისი, ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, იმიტომ რომ კრიზისი არის სახეზე ყველგან, ყველაფერში და ესე მართვა გაგრძელება ქვეყნის მართვის გაგრძელება შეუძლებელია, იმიტომ რომ როდესაც შენ იზოლირებული ხარ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ 99 კაციანი პარლამენტით, ეს არ არის ხო პარლამენტი, ეს ხო თავის მოტყუებაა, ეს შეუძლებელია, რომ არ ესმოდეთ ოდნავ ვისაც გონება შერჩა, ხო? აბლაპარაკობ მე პროპაგანდისტებზე და ჩვენ მზადვართ ამ შეთანხმებისთვის, ჩვენ გსურს ისეთი შეთანხმება, რომელიც საზოგადოებას გაამთლიანებს. პირიქით, ამით ჩვენ უნდა ხელი შეუწყოთ ამ შეთანხმებით იმას, რომ ეს დაყოფა ადამიანებს შორის, საზოგადოებაში დაყოფა დაპირისპირება დასრულდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა. და ამ დაპირისპირების დასრულება, რა თქმა უნდა, დარჩენები არის საზოგადოების შერიგების გზა. ხო, აი ამ მომრჩევლებს შორის ხომ არიან ოცნების ამომრჩევლებიც, რომლებიც არ ვიცით რას ფიქრობენ, მაგრამ ხო შეიძლება მათთვის ეს არ არის მოსაწონი. თქვა ხელახალი, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ვისაც ხმამის წეს იმ პარტიამ გაიმარჯვა ლეგიტიმურად და არიან ხელისუფლებაში. ანუ ფიქრობთ, რომ საზოგადოება შეთანხმებულია, ხო, ამაზე რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა გამოკვლევაში, რომელიც ბოლო ხანებში ჩატარდა, 80% გამოკითხულების ამბობს, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი. 80%. მაგრამ გამოსავალს ხედავენ საპარლამენტო არჩევნებში, ამას გულისხმობ. მათ შორის დიდი ნაწილი ხედავს ახალი არჩევნების ჩატარებაში, იმიტომ რომ ქართული ოცნების ის ნაწილიც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქართული ოცნება იყო პროევროპული, ანუ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური ძალა, ამ ხალხში არის დიდი იმედგაცრუება და ეს ყველგან ჩანს, ხო? მათ დაინახეს, რომ ეს არ არის ქართული ოცნების ამოცანა. იმის შემდეგ, რაც განცხადება გააკეთა 28 ნოემბერს, ხო? კობახიძის მიერ. შესაბამისად, ქართული ოცნების ყოფილი ამომრჩევლებიც მომხრე არიან ახალი არჩევნების. ეს რა გამოკითხვაზე დაყრდნობით საუბრობთ, ანუ თქვენი პარტიის შიგნით ჩატარებული რა ოფიციალური ის არის გამოკვლევებზე 2000 ადამიანზე ჩატარდა გამოკვლევა პროფესიონალების მხრიდან, მე არ მაქვს უფლება გავაჟღერო. ხო, მაგრამ ეს თქვენი შიდა ინფორმაციაა, თუ საჯარო. ეს იყო ჩატარებული პროფესიონალურად, პროფესიული, ასე ვთქვათ, კომპანიის მიერ, ჩვენ გაგვიზიარეს ეს შედეგები, ჩვენ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ხარ ვიყავისაც გაუზიარეს, ეს ჩატარდა სხვების მხარდაჭერით და ჩატარდა დიდ რეპრეზენტატიულ ჯგუფზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კვლევებიც იგივე საჩვენებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ისინი საჯაროდ ამას არ იტყვიან. ცხადია იმისაც, რომ ესაც ჩათვალოს სისუსტედ მათმა ამომრჩევებმა. მაგრამ რეალურად თუ ოდნავ ვინმეს გულის შესტკივა ახლა ამ ქვეყანაზე ქართული ოცნების მხრიდან, ხო, მას უნდა ესმოდეს, რომ გამოსავალი არის დემოკრატიული გზით ნახოთ და ეს დემოკრატიული გზა არის მხოლოდ არჩევნები. და ახალი არჩევნების ჩატარება თუნდაც ქართული ოცნებას ხო დარწმუნებულია, რომ დიდი მანდატი აქვს მოსახლეობისგან. აიღოს ახალი მანდატი, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შედეგად. მათ ხო შეცვალეს ფუნდამენტურად ქვეყნის კურსი 28 ნოემბერს. შესაბამისად, ახალი მანდატი ჭირდებათ, ხო? საზოგადოება ხედავთ, რომ უკვე დიდი ხანია, რამდენი დღეა უკვე ქუჩაშია, დიდი ნაწილი, ხო? არის უზარმაზარ უკმაყოფილება იმით, რომ ადამიანებს არ აქვთ განცდა სამართლიანობის, იმით, რომ არის უამრავი ადამიანი დაპატიმრებული უკანონოდ შეთითქმული ბრალდებით. შესაბამისად, აუცილებელია განმოხტა ვითარების. ამ ვითარების განმოხტვის ერთადერთი გზა არის ეროვნული არჩევნების ჩატარება. და ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება, რომ გქონდეს სამართლიანი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები. არც ერთ მხარეს 26 ოქტომბრის არჩევნების
შედეგების შეჯამებასაც ევალებოდა, არც ერთ ხარეს არ უხმარია სიტყვა დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი. არც ერთს არ არსებობს ესეთი დასკვნა, ხო? ამიტომ შესაბამისად, როცა ესეთი მოცემულობა გვაქვს, რომ არც ერთ ხარეს საერთაშორისო საზოგადოების არც ერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს არ უთქვას, რომ საარჩევნები იყო ან სამართლიანი, ან დემოკრატიული, ან თავისუფალი. 28 ნოემბერს ქართულ ოცნებამ განაცხადა, რომ ცვლის ქვეყნის კურსს და 4 წლით აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ამან ყველაფერმა გამოიწვია უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი ეროვნული არჩევნები. თქვენ თვლით, რომ ერთადერთი გზა არის განმუხტვის არჩევნები, მაგრამ მაშინ ესე გკითხავთ, რას აკეთებს და როგორ აპირებს ოპოზიცია მიაღწიოს ამ შედეგს, იმიტომ რომ კიდევ რო აღარ გამიმეორო, ხელისუფლება ამ თემას არც განიხილავს. რა ბერკეტი აქვს, უკაცრავად დავასრულებ და ამაში ვგულისხმობ, იგივე რაღაცის პლატფორმა ჩვენ ვიხილეთ, ხო, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ, იქაც ნაწილი გამოაკვდა. თქვენ რჩებით ამ პლატფორმაში ესეც არ ვიცით, ანუ რა გარდა საგარეო ზეწოლის, ანუ ამას ხედავს საზოგადოება, რომ ოპოზიცია ცდილობს სანქციების დაწესებას, საერთაშორისო ზეწოლას, დადიხარ სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ამაზე ხელისუფლებამ მოსამით ქვეყანაც ზიანდება და არა მხოლოდ ხელისუფლება, მაგრამ ეს საგარეო ბერკეტი. შიგნით რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას, რომ აიძულოს ხელისუფლება? რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებებს, ქვეყანა ზიანდება იმ უმსგავსობით, რასაც ქართული ოცნება შეადის, როდესაც აპატიმრებს ადამიანებს უდანაშაულოდ. როდესაც თითქმის ბრალდებებს, როდესაც მიმდინარეობს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, როდესაც პროკურატურა არის ინსტრუმენტი ოპონენტების დასჯის, როდესაც სასამართლო პრაქტიკულად გახდა პროკურატურის შეთავაზების ხოლმე დამადასტურებელ ნოტარიუსად. აი ეს აზიანებს ქვეყანას. ეს უთხრის ძირს სახელმწიფოს. ეს გვაზარალებს ყველა ჩვენთაგანს. თორე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხო, ის არის რასაც გთხოვს ჩვენ ამორჩეველი, რომ დაავიცვათ მათი ხმები, დაავიცვათ მათი უფლებები. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, ისინი პასუხობენ ქვეყნის შიგნით, საქართველოს ქვეყნის შიგნით ესეთ მართლაც უმსგავსო გამოყენებას მართლსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი პასუხობენ სანქციებით, რომ ამით იქნებ შეაჩერონ ქართული ოცნება, იქნებ გამოაფხიზონ. ამოცანა არ არის, თვითმიზანი არ არის სანქცირება ვინმესი. სანქცირება ემსახურება იმას, რომ გააჩეროს რეპრესიული რეჟიმი, რომ გააჩერდეს პოლიტიკური პარტნიორების რაოდენობის და რომ ისინი განთავისუფლდნენ. ეს არის შეჩერებაზეც. ამით ხალხი დაზარალდება, ვთქვათ, ამით ხო ხელისუფლება ვერ ზარალდება. ანუ რიგით მოქალაქეებს შეეხება. პირობითად ლიბერალიზაციის დაკარგვა ეს იქნება დიდი დაარტყმა ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ამას ყველას გვიჩნდება განცდა ლეგიტიმური, რომ ამას მიზანდასახულად ცდილობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგავს, როდესაც ყოველდღიურად ლანძღავს ევროპის წამყვან ქვეყნებს, ხო? დიდი ბრიტანეთის დემოკრატია არ მოსწონთ, გერმანიის დემოკრატია არ მოსწონთ, საფრანგეთის დემოკრატია არ მოსწონთ თურმე ამ ადამიანებს, რომლებსაც მართლაც ფეხქვეშია გათელილი კანონის უზენაესობა, ხო? ამ დროს ელოდე რომ ეს ქვეყნები დაკრეფილი იქნებიან და დააკვირდებიან, როგორ ხდება საქართველოში კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ხო, როგორ არის მითვისებული პარლამენტი 99 ადამიანის მიერ და როგორ ხდება ყველა ვალდებულების დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ეთყობა მიზანდასახულად კეთდება, რომ დასავლეთ ევროპაში გაჩნდეს დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ თუ ქართული ოცნება ცდილობს ეს ქვეყანა გარიყოს დასავლურ სამყაროსგან, მისი სრული იზოლირება გააკეთოს, ის სიკეთეები, რომელიც ჩვენ ქართული ხალხისთვის გვინდა, ქართული ოცნება ამას იყენებს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს მსჯელობა მიმდინარეობს და ამას ხელს უწყობს პირდაპირ ქართული ოცნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზელი ლიბერალიზაცია ქართულ ხალხს არ შეუჩერდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც დგავს ახლა ქართული ოცნება, მიზანდასახულად ემსახურება ქართული ხალხის მიერ იმ სიკეთეების დაკარგვას, რომელიც ქართულ ხალხმა მოიპოვა თავისი შრომით და ბრძოლით. ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია. მოდით, რაც იყო ჩემი კითხვა ქვეყნის შიგნით. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ საგარეო ზეწოლაზე. რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას? ამას რას გულისხმობთ? და იგივე აქციები. ამდენი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ხო, ყოველ საღამოს იკეთება რუსთაველი. თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ იქ პოლიტიკურ ტრიბუნას, ხო, რაღაც პოლიტიკოსები არ გამოდიან. ესეც ითქვა, რომ ეს არის რაღაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი და თქვენ ხართ მონაწილეები. ანუ ეს ყველაფერი მოსმენილი გვაქვს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ან დადგა რომ უფრო მეტი პოლიტიკური მდგენელი შეიძინოს, მე მგონი თქვენი პარტიის წევრს ვეკითხებოდი გადაცემაში და წინა გადაცემაში ზუსტად ამას. ან პოლიტიკურ ტრიბუნაზე მოგეთ, როდემ აი ეს პროტესტი მიიყვანს იქამდე ხელისუფლებას, თქვენ ფიქრობთ, რომ დანიშნოს არჩევნები ხალხი გავუსვა, რომ ხელისუფლება თვითონ მიიყვანა თავისთავად ჩიხში.
იმიტომ რომ შეუძლებელია კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა 99 ადამიანი იკრიბებოდეს და თავის თავს პარლამენტს უწოდებს. ეს არ არის პარლამენტი. უცხოებიც არიან ბატონო ბადრი, ჯერ არ გაუქმებიათ მანდატი. 99 ადამიანი იკრიბება, 99 ადამიანი იკრიბება, თუმცა პარლამენტში არიან სხვა წევრებიც. ხო, ნომინალურად ქაღალდზე არიან გახარებ საქართველოს პარტიის წევრები, მაგრამ იკრიბება 99 ადამიანი. პარლამენტშიც მივიდა კომისიაზე. თუმცა მისი განცხადებას მოვისმინეთ, რომ ეს არ ცნობს პარლამენტს და იმ კომისიას ლეგიტიმობას. კი, საგამოძიებაზე კითხოთ ამაზე გადავახო. 99 ადამიანი თავის თავს უწოდებს პარლამენტს, ნიშნავს თავისივე, ასე ვთქვათ, გულიდან ოპოზიციას, ეს ხო დაცინვა არის დემოკრატიაზე და დაცინვა ასე ვთქვათ პარლამენტარიზმზე. ეს ხო ვერ გაგრძელდება. გარდა ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს იწვევს, რა თქმა უნდა, დიდ რყევებს ეკონომიკაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ბიზნეს წრეებში მათ შორის რომლებიც საკმაოდ დაახლოებულები იყვნენ, ხო, ქართულ ოცნებასთან, თუ არიან კიდევაც. მათში ეს შფოთი და განგაში მატულობს, იმიტომ რომ დღეს ისე მოახერხა ქართულ ოცნებამ რამე რო დაჭირდეს ქვეყანას დახმარება, ხო? ვერც ბრიუსელში ვერ მივა ამისთვის, ვერც ბერლინში, ვერც ვაშინგტონში, ვერც პარიზში, იმიტომ რომ ყველასთან გააფუჭეს ურთიერთობა. შესაბამისად, ქვეყანა არის დატოვებული მარტო. ეს შეუძლებელია ქვეყნის ფუნქციონირება გაგრძელდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ საფრთხეს უხადეს ქვეყნის ეკონომიკას, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც ყოველდღიურად უმწვავესი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ისედაც ახლა გამოკვლევებმა, ჩვენამდე გამოკვლევა და საჯარო გახდა თბილისის ეკონომიკის სკოლის გამოკვლევა, რომ 57% ჩვენ თანამოქალაქეების ყოველდღიურად იბრძვის, რომ საკმარისი სურსათი შეიძინოს. 51%-ისთვის ჯანდაცვა არის გადაუწყვეტელი პრობლემა. ეს ინფორმაცია ხო საჯაროა, ეს ამას ყველა ხედავს. ეს შეუძლებელია ქვეყნის მართვის გაგრძელება. გამოსავალი არის ერთადერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ვისაც ქართველი ხალხი მისცემს ხმას და მანდატს მან აიღოს ეს მართლობა. ოქტომბერს ამას გეტყოდათ ხელისუფლება, რომ ჩატარდა არჩევნები და ადამიანებმა ვისაც მისცეს ხმა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ არჩევნებს 26 ოქტომბერს, რომელსაც არც ერთმა საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნების აღწერისას არ გამოუყენებია სიტყვა, არც თავისუფალი, არც დემოკრატიული, არც სამართლიანი. ეს არ არის არჩევნები, რომლის მიმართაც არც ერთ ამ სიტყვას არ იყენებენ. რომ აი რაღაც ეს მოგეთ არალეგიტიმური იყო არჩევნები, რომ უამრავი პრობლემა ამით ელოდებით, რომ არჩევნებს დანიშნავს. აი აქ ისევ კითხვით, თუ ოპოზიციის ბერკეტი ხელში რა არის ქვეყნის შიგნით. ჩვენ ველოდებით იმით, რომ ის იზოლაცია, რომელიც უკვე ქართულ ოცნებამ თავისი ნაბიჯებითაც შეიქმნა, ხო? ქვეყნისთვის და თავისთვის. ის რაც ქვეყნის შიგნით არის იზოლირებული პოლიტიკური ძალა მარტო არის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ხო? ეს თვითონაც ვისმეს დარჩა საღიგონება, კარგად ესმის, რომ ესე ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებს. ჩვენ გსურს შეთანხმებით არჩევნების ჩატარება. ჩვენ გსურს დემოკრატიული გზით კრიზისის განმოხდა. ერთადერთი ოცნებასთან შეთანხმებით, ანუ დიალოგის გზით რომ მიხვიდეთ, რა არის სასაუბრო თუ არჩევნების ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოება რომ დაამშვიდდეს, იმისაც რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. ეს ნიშნავს, რომ ახალი არჩევნები რას ნიშნავს? გარდა იმისა, მე მინდა გითხრათ, ახალი არჩევნები რას ნიშნავს? თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, ვისაც მისცემს ქართველი ხალხი მანდატს, იმას უნდა შეეგუოს დანარჩენი ყველა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალა. ნებისმიერ ახალი არჩევნების დანიშნა არ ნიშნავს იმას, რომ მოელოდო, რომ ყველა შემოგცემს ხმას. არა, ჩვენ გსურს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა. ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ქართულმა ხალხმა მართლაც მისცა მანდატი. ჩვენ ესეთი არჩევნები და ასეთი ხელისუფლება გვჭირდება, იმიტომ რომ ეს მოიტანს რას? მოიტანს ქვეყნის რეპუტაციის დაბრუნებას, მოიტანს იზოლაციის გარღვევას. ახალი არჩევნები მოიტანს ამოდროულად. ფიქრობთ, რომ აი სიტყვაზე ჩატარდა ახალი არჩევნები და მოიგო ისევ ოცნება. რა ხდება საერთაშორისო პარტნიორებთან? თუ ოცნება თავისუფალ სამართლიან გამჭირვებელ არჩევნებს მოიგებს, მაშინ ამას დაითანხმება ყველა. მე ამაში ეჭვმეპარება დიდი, მაგრამ დაალაგდება დასავლეთთან, ასეთია თქვენი მოლოდინი. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის სწორედ ქართული ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნები, ხო? და თავისუფალი გამჭვირვალე სამართლიანი არჩევნებს ვინც არ უნდა მოიგოს. მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ისაუბროს ქართული ხალხის სახელით. რა თქმა უნდა, თუ ასეთ არჩევნებს ექნება დემოკრატიული
შეფასება რომ ეს იყო დემოკრატიული, ვინც არ უნდა აირჩიონ დემოკრატიული არჩევნების შედეგად, მას ექნება მორალური, ლეგიტიმური ყველა უფლება იმისათვის, რომ ქართული ხალხის სახელით ელაპარაკოს ნებისმიერ პარტნიორს. კარგით, მადლობა. ეხლა მინდა საგამოძიებო კომისიაზეც მოვასწრო კითხვა. თქვენ დღეს მიმართეთ პარლამენტს, გიორგი გახარიაძეც მინდა გკითხოთ და თქვენ თავად თქვით, რომ მან თქვა, რომ არ აღიარებს ოღონდ გამოცხადება ამ კომისიაზე იყო თუ არა ერთგვარი ლეგიტიმურობის აღიარება მისი მხრიდან და ანალოგიური იყო თუ არა დღეს ვიხილე წერილით მიმართეთ თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვთ სასამართლოს გზით. ესეც ხომ არ არის ირიბად, აი როდესაც ამბობთ რომ ეს პარლამენტი არ არსებობს, ეს კომისია არალეგიტიმურია, ვის მიმართეთ წერილით და რა კომისიის თავმჯდომარე დაიბარეთ მაშინ. ხო გეღიმებათ, მაგრამ ხო ესე ჩანს, იმიტომ რომ სრულად არალეგიტიმურია თავადაც. სასამართლო თავისუფალი არ არის დღეს, მაგრამ ჩვენ მივდივართ სასამართლოში, როცა გვიბარებენ. ჩვენ ხო ვიცით რომ პროკურატურა არ არის თავისუფალი, მაგრამ პროკურორის მიერ წარგენილი იქნა ბრალდება ჩემთვის და მე ეს მივიღე როგორც მოცემულობა ფაქტი. ასევე სასამართლოშიც დავდივართ. შესაბამისად სასამართლოში, იგივე სასამართლოში, სადაც ჩვენ ვხედავთ რომ თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, გსურს რომ მოვიდეს თეა წულუკიანი და დაიკითხოს ის მოწმეთ, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი სუდის სიტყვა იხმარა ჩვენს მიმართ და ცილისწამება გააჟღერა და რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის ასე ვთქვათ ლეგიტიმურობას, კანონი რისთვის იწერება, ხო? კანონი იწერება იმისათვის, რომ მას პატივი ვცეთ. დავანებოთ თავი იმას, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თავისთავად არალეგიტიმური პარლამენტია, ხო? ლეგიტიმური რომ იყოს პარლამენტი. კანონით ხო განსაზღვრულია 50 წევრი პროცენტი საგამოძიებო კომისიის წევრების 50% უნდა იყოს ოპოზიციიდან. ვინ არის ამ კომისიაში ოპოზიციონერი? შეგიძლიათ ერთი გვარი დამისახელოთ? ოპოზიციის კვოტით არის ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები. ოპოზიციის კვოტით შეიძლება შევიდეს მაგალითად იგივე ბახიძე, სიტყვაზე ვამბობ, ეს ხო არ იქნება ოპოზიციონერი. ახლა ოპოზიციის კვოტით მე ვამბობ, რომელი არის იქ საგამოძიებო კომისიაში ერთი წევრი დამისახელეთ, რომ იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციის კვოტის შესვლაზე ვსაუბრობ. ოპოზიციონერი რომელიმე მათგანს ოპოზიციური სიტყვა დაცდენია ქართული ოცნების მიმართ რომელიმე ადამიანს, რომელიც დღეს არის კომისიაში. რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ეს ხო სიყალბეა. იქ არ არის ოპოზიციიდან არავინ. და შესაბამისად ეს არის ყალბი კომისია, იმიტომ რომ კანონი რატომ არის მიღებული, რომ 50% მინიმუმ უნდა იყოს ოპოზიციიდან, იცით რატომ? რომ მართლმა ძალამ საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის არ უნდა გამოიყენოს. და ჩვენ ხედავთ რომ იყენოს პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის. თუმცა ის არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი. იმიტომ მომყავს რომ ისიც ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც მივიდა, ხო? მან გამოიყენა ეს ტრიბუნა იმისთვის რომ რაღაც თავის სიმართლე, ну როგორც თვითონ ამბობს თუ რა ვიცი, რითი თქმა სურდა, ეთქვა. რატო არ გამოიყენეთ თქვენ? იმიტომ რომ არალეგიტიმურია? თუ მოკლედ უკეთესი ხომ არ იქნებოდა იმ ტრიბუნა? აი თქვენ თქვით რომ ცილის წამებები მოვისმინეთ, ადგილზე გაგეცათ ამ კომისიაზე პასუხი. იცით რა, იმიტომ რომ მე არ განვიხილავდი ამ კომისიას როგორც ლეგიტიმურ კომისიას მარტივი მიზეზის გამო, რომელიც თქვენ მოგახსენეთ, ხო? ყველა კიდევ ერთხელ გვერდზე გადავდოთ ლეგიტიმურ პარლამენტის, რომ 50% წევრების მინიმუმ უნდა იყოს ოპოზიციიდან, წევრების და არა კვოტები. ადამიანები უნდა იყვნენ ოპოზიციონერები იქ 50%, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მმართველი ძალის მიმართ. იქ ესეთი არ არსებობს. ეს ხომ ნიშნავს, რომ არ არსებობს კომისია შესაბამისად საგამოძიებო. მაშინ რატომ უნდა მისულიყავთ, ხომ? რაც შეეხება გახარეს ეს მისი გადაწყვეტილებაა. შემიძლია მე რაც მიმაჩნდა სწორად გამოიწვია ერთობაშიც გარკვეული ბზარი, ხო რაღაც პლატფორმიდან იქ სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება და არ მოიწონა, ანუ ამან გააჩინა თქვენში რაღაც ურთიერთობის კრიზისი, ასე ვთქვათ, თუ ისევ განაგრძობთ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე ბევრ იმ ნაბიჯს, რომელიც ესე თუ ის ოპოზიციური პარტია დგავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ჩვენ განსხვავებულობით სწორედ ვახერხებთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი საზოგადოების განსხვავებულობა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ხო არაერთგვაროვანია, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ შეიძლება ქვეყნის ინტერესების ირგვლივ გავერთიანდეთ. ყველაფერი გვერდზე დავდოთ და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე პირველ რიგში და განსხვავება იყოს მეორე ხარისხოვანი, ხო? და ამიტომ ესა თუ ის ჩვენი კოლეგა თუ გადადგას ნაბიჯს, რომელიც განსხვავებულია ჩვენი ნაბიჯისგან, ეს დაპირისპირების საფუძველი არ უნდა გახდეს, მაგრამ ჩვენ რაც მიგვაჩნია სწორად და მე დავასაბუთე, მე მგონი თვალნათლივ განსხვავებაზე არ საუბრობ და ის პირობის დარღვევაზე საუბრობდა, ანუ პირობა დაირღვა. რატომ
არ მივედით ამ ეგრეთ წოდებულ საგამოწმო კომისიაზე, მე მოვიტანე არგუმენტები, მე მგონი არა, ეს თვალსაჩინო. მე სხვა რამე ვთქვით, რომ გახარიაზე თქვით, რომ შესაძლოა ის, ამაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან პირობა დაარღვია თითქოს ამ ერთობის, მაგრამ ანუ ეს არ იქნება ხელშემშლელი ფაქტორი ამ დისკუსიაში შესვლა მე მიმაჩნდა, რომ ცხადია ჩვენი პოზიცია არის უკრები, რომ თუ კომისია არის არალეგიტიმური და ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქ არც ერთი ოპოზიციონერი არ არის. ფიზიკურად არც ერთი ოპოზიციონერი წევრი იქ არ არის. მაშინ ის არ არის საგამოძიებო კომისია. მაშინ შესაბამისად ჩემი მისვლა იქ არ არის გამართლებული, იმიტომ რომ მაშინ ვამბობ, რომ კანონს არ აქვს მნიშვნელობა და იმ გარემოებას, რომ კანონში გაწერილი იყო მკაფიოდ, შეგნებულად, გააზრებულად, რომ მინიმუმ 50% წევრების უნდა იყოს ოპოზიციონერი, ეს ტყუილად წერია თურმე კანონში და იქ შეიძლება ყალბად დაირქვას ვიღაცამ თავი, რომ მე ვარ ოპოზიციონერი და ამით ვითომ კანონი დააკმაყოფილა. ეს ხო არის გაყალბება კანონის და რეალობის გაყალბება. გასაგებია და ბოლო კითხვა, იმიტომ რომ დრო გვეწურება ბატონო ბადრი, დავუბრუნდებ ისე იმ საკითხს და მოკლედ რომ ითხრათ, რა არის ოპოზიციის აი დღეიდან და სამომავლო სტრატეგია და შესაძლოა რაღაც ეს პოლიტიკური მეტივი ხილოთ თავარი როლი ქუჩის პროტესტში, ან არ ვიცი რა პლატფორმის ირგვლივ გეგმად. მოკლედ რა არის თქვენი უახლოესი სტრატეგია იმისათვის, რომ აიძულოთ ხელისუფლება, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში განვითარდეს პოლიტიკური კრიზისი. როგორ? მაშინ ამას კითხავ. ამისთვის ჩვენ გავთ ნაბიჯებს, მათ შორის ახლა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ შეთანხმება არის აუცილებელი ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, მის იმდაგვარად ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს გაყალბებასთან მიმართებაში, ხომ, ეს არის აუცილებელი, ჩვენ ეს მიგვაჩნია, რომ ესე უნდა იყოს. ამის გარდა ჩვენი ძალისხმევა არის ქვეყნის გარეთ მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანა არ მოხდეს სრულ იზოლაციაში და ჩვენ მართლაც არ აღმოჩნდეთ პირისპირ ჩვენს დაუძლებელ ტერთან, ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელთან და ჩვენ მოვახერხოთ ის ხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ამდენი წელია აქვს ჩვენი დასავლური პარტნიორებისგან და რაც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეს არის მართლაც უმსგავსობა, როდესაც ადამიანები საუბრობენ ვითომ ვიზა ლიბერალიზაციას, თმობენ პატრიოტული მისწრაფებების გამო. სადა რომელ პატრიოტულ მისწრაფებს ლაპარაკობთ? სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა მაშინ არის საფრთხეში, როდესაც მატორჩები რუსეთთან. მე ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი 91-12 წლებში, როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. იმ წუთასვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის მხრიდან, იყო ინსპირირებული სამოქალაქო ომი, იყო ინსპირირებული აფხაზეთში ომი, იყო ინსპირირებული ცხინვალში ომი. აი ვინ აკეთებს ომის ინსპირირებას? ვინ არის საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე? ეს არის რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური წრეები და საზოგადოებრივ სამწუხაროდ რუსეთის პოლიტიკური წრეების იმპერიალისტური მისწრაფებები. ისინი უქმნიან ჩვენი ქვეყნას სუვერენიტეტს საფრთხეს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეს შეერთებული შტატები არც არ უქმნიდა და არც გერმანია და არც საფრანგეთი და არც დიდი ბრიტანეთი. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტორები. ისინი არიან ის ქვეყნები, რომლებიც დაუღალავად, დაჟინებით მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, რომლებიც მოითხოვენ რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აი ეს ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტორები და ამ ქვეყნებს ლანძღავენ დღეს ქართული ოცნების სპიკერები, რომ ვითომ ისინი უქმნიან საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს არის თავდაყირა დაყენება სიმართლის და თეთრზე შავის თქმა. ესე არ უნდა გაგრძელდეს, საზოგადოება ამას ხედავს. ამიტომ გამოსავალი არის ერთი. ქვეყანა უნდა დაუმშვიდოთ, საზოგადოება უნდა დაუმშვიდოთ, ამისთვის ჭირდება ახალი არჩევნები, ახალი ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს. და ესეთი გამოსავალია მხოლოდ და მხოლოდ სწორი დემოკრატიული გამოსავალი. მადლობა დიდი, ბატონო ბადრი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იყო ღამის კურიერის სტუმარი. ჩვენ მასთან საუბრობდით ლელოს სტრატეგიაზე, ზოგადად ოპოზიციის სტრატეგიაზე, როგორ უნდა მიაღწიოს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას.